ხო და ასე გამომართვა ქრისტინემ ის მოსაცმელი მე ასე დამააცემა და ქრისტინემ ასე ვიჯექი ასე გამომართვა დამააცნა აგერ რა დამიყვანეთ გამოყვანეთ ჰალავარ კარგი ასეა დაკაწული მაქვს ასე მუხლები ყველაფერი და რო დავფარვეს დაკაწული მუხლები ჩამაწვთ ახლა რამე არა მოკლედ შუა დღეს შვიდობის მოგესალმებით ყველა აჩიკოს პერფორმანსი და ძალიან ბევრი ფერად-ფერადი ნივთებით ხო და შენ წამართ მაგია ვიჯექი ასე მე ჩემთვის ასე მეჭერა ჩემ მოსად მოვიდა გვანცა დარასელია გვანცა ასე დამააცემა მე რეგ ასე დაკაწული მაქვს ყველაფერი გამოყვანეთ ახლა პროვოკატორი რო ხარ იმიტომ პროვოკატორიო მაგიო ასე ისევლე დაცემული ვარ თუმცა რა თქმა უნდა ისევლე დავეცემი იმიტომ რომ ძალიან ჭრელია ჩვენი სტუდია და მაგარი ეს ყველაფერი გაზაფხული ზაფხული ჰოპა ის სტუმარია რომელსაც დღეს ვუმასპინძლებთ რომლის სტუმრობის შემდეგ არც მასთან შეწყვეტილა მიწერ-მოწერა ასე ვთქვა და გაზიარება იმ ხრიკების რომელიც გვასწავლა თავის დროზე ეს იყო გაგახსენებთ თავშალის მოხოვის განსაკუთრებული ხერხები გვასწავლა და მისი ჭრელი სამოსი რომლითაც ძალიან დაგვამახსოვრა თავი შესაბამისად ეხლაც გვინდა რომ ის რეკორდი გავიმეოროთ რომელიც წინა სტუმრობაზე მოხსენით ვიდეოების ნახვით ხომ ეთანხმებით ყველა სიტყვაში რა მოიყვანს მსახიობი და უბრალოდ ძალიან კარგი გოგო ლამაზი და ფერადი შემოგვერდება სტუდიაში ჩვენ გადავწყვეტეთ თქვენ სასარგებლო რეკომენდაციები გაგვეზიარებინათ აკოს დახმარებით. შეიძლება დადექი და ვნახოთ რა გაცვია შენ თვითონ ამ წამებში. ხო რა ენახულება ულამაზეს. ესეთი რაღაცა ცალი მხარე. ძალიან საინტერესო მიგნება. მომეწონა თვალში მომხდა და გიხდება შენ იხდენ განსაკუთრებულად ამ სიჭრელეს. ყველა მოიხდენს ვისაც უნდა რომ მოიხდინოს. იცი რა, სიმართლე რომ გითხრა მე მიყვარს ქსოვილებთან ურთიერთობა დავდივარ ხოლმე ქსოვილების მაღაზიაში, მაგრამ აი ამ ჭრელებს რომ დავინახავ ხოლმე, ცოტა მეშინია, იმიტომ რომ ძალიან პრეტენზიულია ზოგადად ჭრელი, ხო ასეა. თუ არ მოუხდინე განსაკუთრებით მოდელი, ან თუ შენ თავად არ გიხდება, ესე ყველა ვერატარებს, რომ მაინც გონია, მაგრამ შენ ამით ამსხვრევ. თუმცა მგონია რომ არ უნდა შევუშინდეთ ფერებს. პირიქით, ფიქრობ რომ როდესაც ხარ ხალისიანი, ვართ წინა გადაცემაში ვთქვი რომ ვართ ყველაზე საინტერესოები და ადამიანებს ვუქმნით განწყობას ჩვენს მიმართ. ამიტომ ძალიან მიხარია რომ ძალიან აქტუალურია ეს ფერები წელს და დამეთანხმებით ალბათ ქალაქი უფრო მეტად გაფერად და მით უმეტეს სეზონი მოდის სადაც ფერების ფართო არჩევანია ქსოვილებიც ხელს გვიწყობს ამ ყველაფერში და უფრო ფერადდება ქსოვილები და ყოდახე ქსოვილები იმდენი მაქვს სახში და რა უყო არ ვიცი აი ეს მომენტი ზუსტად იმიტომ რომ ახლა შევქმნე აბა ეს რა არის? ეს კიმონო. კიმონო, კი, ეს არის იაპონური ნაციონალური სამოსი, რომელიც რეალურად ძალიან საუკუნეების განმავლობაში ტრანსფორმაციას განიცდიდა, მაგრამ მე-19-მე-20 საუკუნეებში უკვე საბოლოო სახე მიიღო და ყოველ წელს უფრო და უფრო თანამედროვე ხდება. რეალურად ყველა თან. კი, თან ყველა სტილის ადამიანს შეუძლია მოირგოს. და მგონი ყველაფერზე შეგიძლია მოიცვა. ეს ჯინსი იქნება, შარვალი, გძელი კაბა, მოკლე კაბა, შორტი, ან ყველაფერს ყველაფერს. ამიტომ შეგვიძლია ახლა ეს გავაკეთოთ. არჩი მიდება ჯინსზე თუ შეიძლება დემონსტრირება. იცი რა ვქნათ? ჯერ ნახოთ მზა, როგორ მოდი როგორ გამოიყურება მზა, მოვაცვათ ამას. მოვიცვა? აი აბა მეგონა რომ გეცვა. შარვალია. აჩიკოს რატო ვაცნობთ? მე რომ მოვიცვა არ მოდი, მე დავაპირე მე თქვა, მაგრამ მე არ შემოგეტრიალებინა, რა ვიცი, თავი არ წაგექცია. აი მე არ ვიცი. უბრალოდ ეს ამაზევე მოვიცვა, იმიტომ რომ მიკროფონი მაქვს დამაგრებული. ხო და მე კიდე ჰა? ხო, სხვაჭრელზე სხვაჭრელიც რომ დაშია. სხვაჭრელაში. შეგიძლია შიგნიდან ამის ფაფერი. დაიტოვე. მომწონს. ეს შეიკარი. მომეცი? ანუ ამ შემთხვევაში რადგან ქსოვილი უფრო მუქ ფერებშია გადაწყვეტილი, იმისთვის რომ უფრო მკვეთრი გავხადოთ, ამ შემთხვევაში ყვითელზე გავაკეთე მე პირადად აქცენტი, თუმცა აი იასამნისფერი, ვარდისფერი, მწვანე შეგვიძლია სხვა ფერით გავაწყოთ. მაგრამ ყვითელი უმჯობესია ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ უფრო მკვეთრია და ნახე გვანცა შემთხვევაში უფრო ამოანათა სახე, უფრო რაღაცა სხვანაირია. თან გვანცა ის ადამიანები, ვისაც აქვს სკეპტიკური დამოკიდებულება სიჭრელეზე.
ჭრელის მიმართ ხო მოხდენი თვალსაზრისით და აი ეს ძალიან მოგიხდა არა ძალიან სხვათა შორის ჭრელის ამასი რომელსაც აქვს რაღაცა კანტები ანუ რაღაცაში რო არის ეს მოქცეული ეს სიჭრელე აბსოლუტურად უფრო დახვეწილს ქმნის და არ არის რაღაცა აზელილი მერე კანთან კი რაღაც სხვა ფერს აძლევს და ეს უფრო ადვილი მოსახდენია როცა ან შავი ან სხვა ფერის კანტია მით უმეტეს რადგან არის შავ ფერზე ქსოვილი აი იასამანიც მოვიდა ამასობაში რა გამოდი იასამანო მოდი ერთი თაკოსანი გოგოები არის კიმონო ეს არის რაღაცა ეს არის ალტობიჯაკი ბარა ჭრელზე აი ეს შემოიცით შენ აი ხა თიკამ ხო ესე გადამიწყვიტა მე და მომცა ეს ორი ცალი და ასე აი მომცა და შიქსიფაჩი ასე დამაცემა მე და მე დაკარწუნა ყველაფერს ამიყვანეთ აქ მე რიგში როგორ უნდა ვქნა ეს ამ შემთხვევაში მე ცოტა სხვანაირად ვიცით ეხლა ხდება აქ უნდა გავერკვიო ეს მაგალითად ჯინსებზე არის ძალიან ლამაზი ой ნახე ეს სხვა ფორმა ქრისტო გამოიწია მე თუ უფრო მაგრად შეგვიძლია მოვუჭიროთ და სილუეტს აკეთებს ეს როგორ ჩემსაც რა უნდა შენსაც ორი ვარიანტი აქვს ერთი არის ასეთი აი ასეთი ვარიანტი და ამ შემთხვევაში კლავები არის სხვანაირი გადაწყვეტის ნახე კლავები მაქვს მე ისეთი წვეტოვანი სადავარ აი აი მე რა ლამაზები ხარ ეს არის რომელიც დღეს უნდა ვასწავლოთ ამასობაში ეგ შეზე ამოიკერება ამასობაში დაგვრჩა ერთი რომ ვისწავლოთ ცალი მხარე ამასა რეალურად ამ შემთხვევაში მე გავარკვიო ეხლა ის უნდა გავაკეთო ეს არის ნახევრადადაც და მე უნდა მოვემზადო მოკლედ ამ შემთხვევაში მე ავიღე 3 მეტრა ქსოვილი და რეალურად ჩემი ქსოვილები ყოველთვის არის 3 μέτრი იმიტომ რომ იყოს გრძელი და ფრიალა კაი ხარჯიანია რა ფორმით მოჭერი მოკლედ უნდა გადავკეცოთ შუაზე და კისრიდან 8 სანტიმეტრიდან უნდა დავიწყოთ ამის ამბოჭრა შემდეგ უკვე გავასწორებთ ისრიდან 8 სანტიმეტრი როგორ არის ანუ უნდა გავზომოთ ამ ქსოვილს ეს აბრეშუმია ეს არის აბრეშუმნარევი კი ეს არის აბრეშუმნარევი ამ შემთხვევაში მწვანე უფრო მკვეთრი ფერია ანუ შეიძლება იასამნის ფერიც თქვა ვარდის ფერიც დაკრავს მაგრამ მე მგონი მწვანე უფრო ხდება ნინას უხდება ფერი ნინა ის გოგო ყავს რომელსაც უხდება ძალიან ჭრელები და ეს ცნობილი ამბავია კაფაცაცე მაგალითად კონტრასტული რომ გავუკეთო არ მომხდება კი მოხდება მაგრამ ახლა მწვანეს ვაკეთებ არა ამ შემთხვევაში მწვანე ეხლა საკერავი ბანკანა რო არ გამოგვეყენებინათ აკო ქინძის თავებით აკეთებს ნაკერს აი გვერდითა ნაკერს ანუ რაღაცა უცნაურობას მივატეკი და არ ვიცი როგორ უნდა აი მაგას ისე ეხლა უნდა გასწავლოთ ძალიან საინტერესო რაღაც მოკლედ ესეთი ვარიანტია ახლა ხელი უნდა მივამაგროთ განვანეთ აქედან ხელი დაიკარგა ხელი აღარ არის ხელი იმიტომ რომ დააცემა თიკამ ის ხელი ამომიყარა ასე ყველაფერი და აღარ ამე გამიყვანეთ აქედან ნახე ხელი ცალკეა ხელი ცალკეა ამ შემთხვევაში ეს არის 25 მეტრი სიგანე რომ იყოს უფრო ფართე ხო სიგანე ასე მეუბნეოდა პროვოკატორი ეს ნინო მივხვდი ეს რაც დამახია ასე ბეჭ დამახ ერთი წუთი ყურადღება ეხლა ყურადღება და აი გვანცაცა პროვოკატორი და რასელია გვანცა და რასელი გამიყვანეთ რეალურად ვისაც შეუძლია კერვა ეს არის ძალიან მარტივი ნამდვილად მარტივია იმიტომ რომ ფაქტიურად მარტკუთხედები იჭრება ხო არანაირი რთული ფორმები არ იჭრება მარტკუთხედი ტანისთვის მარტკუთხედები სახელოსთვის და ვიცოდი მარტკუთხედი აქ გამოღრუტნული არ ვიცი აგერ ვარ ხელშესაყოფი აი უყურეთ იქით ახლა გამოღრუტნულს როგორ იზამ უბრალოდ იქიდან ჩაკერავს რეალურად კიმონოს აი ეს ადგილი არის ყოველთვის ჩაკერილი მაგრამ ამ შემთხვევაში შეგვიძლია თქვა ღიაც იყოს რომ ეს თქვა უფრო ღია რჩება ხო სწორია მაგრამ სავენტილაციო ზონები და აუცილებლად და ასევე შემდეგ კანტი დიახრებს კიდე ერთი მარტკუთხედი მაგრამ თქინძის თავებით და თქვენ შემთხვევაში დაახლოებით რომ მიხვდეთ
დაკო მე ეს რაღაცა სწორად მოვიცი. ეგ მინდა რომ გადამაკურატება სხვაგან ნახე რაღაცა კარგია და რა ვიცი სწორად მოვიცია თუ არა არ ვიცი. სწორად გაწვია. სწორად გაცვია და კაი გოგო ხარ შენ. აი გოგო ხარ და ეხლა გასწავლით მაგის უმარტივეს ხელს. ეს მოვჭით? აი ფაქტიურად მზად ხარ. ნინო დასრულებული. დანარჩენი სახში დაამთავრეთ თქო. ხო, ასე იგივე პრინციპით ეს მაგრდება. კი ეს ასე და აქეთა კანტი ძალიან ის არის არ არის რთული ნამდვილად. არ არის. ვისაც ეხერხება საკრავი მანქანით აი ამ რაღაცის გავლება რა ქვია იმას ხო რაღაცის ნაკერი. ქართული გვირისტის თუ რაღაცის გვირისტის ხო რა მე არ ვიცი რას ვის მომართე ხა ვის და სწორად მოგმართებოდ არ იყავ იმ საათ შენაბჭე კითხვის ხო და ვისაც ეხერხება ძალიან მარტივია თუ არა და თქვენს თუ ყავთ კერავი უბრალოდ მიუტანთ ქსოვოს და ასე მარტივად ამ შემთხვევაში აი აბა თიკასთან რა უნდა გეთქვათ? თიკასთან ეს ჩვენ შეგვიძლია როგორც სანაპიროზე, ასევე შეგვიძლია ჯინსებზე. არ გაცვია უკვე. რეალურად ეხლა ხელები გაშალე. ვერ ვიშლი გვანს მოგოდი მიკროფონი. უმარტივესი, თუმცა ახლა გასწავლით შარფით როგორ შეიძლება გავაკეთოთ. იგივე გავაკეთეთ. უკვე მოცემული კი, გამზადებული უბრალოდ კვადრატული ფორმის შარფი. აბა იღე რომ მოდი. და ესე რომ დავტოვოთ ეს არჩილის კონსტრუქცია თუ რაც არჩილის სხვათა შეგრძნეს საინტერესო ვარიანტია. აბა მეგობრებო, საზეიმო სხვა შუადღის საუკეთესო მომენტში გაჩერებულ ძეგლს. ასე დამახია, დამახია, მაცემაი, მაგი პროვოკატორიო. კარგი, ყურადღება. ეხლა აქეთ შარფისგან ვაკეთებთ საზღვაო მოსაცმელს, ხო? კი ბატონო. რა თქმა უნდა, უმჯობესია თუ ეს იქნება ფერებით. კარგად გამოჩნდება მოდი. ხო, ეს იქნება ფერებით სავსე. არა, ეს გავაკეთებ და მოგაცმევ. აჰა. ესე იგი ვიწყებ. ამ ხელოშარფებს, კედა, ყელსახვევებს სად შეუვალ. ამ ხელები არც მინახავს. ხელზე. ყურადღება. ძალიან მარტივი გასაკეთებელია. გაიკვანძა. კიდევ გაიკვანძება. წვეტი შუაგულთან. კი ბატონო. წვეტი წვეთთან კი არა, წვეტი შუაგულთან. მეტი კეთე შუაგულთან. კი ბატონო. შემოვიცვით. მზად ვართ. აუ რა კაია. აი არ საიდან არაფერი. თავიდან. აბა ნინო გვაბარებს ეხლა რაც საკონ გვასწავლა. მიდი ნინა. აგერ ხო ეს. ავიღე უნდა წვეტი. შემოატრიალა ნენ. რო გარეთა პირი დარჩეს. არ მინდა. ის წვეტი კარგად. ის წვეტი შუა, აჰა. წვეტი შუასთან. აბა, მეორე წვეტი საათ აბა. ყვანძება. იქითა გვერდის მეორე წვეტი, მეორე შუაგულთან. მოიცა. აი ეს და ეს. არ დაიბნე? უმარტივესი. მეორე წვეტი. 5 წუთი. მეორე შუაგულებში. შუაგულთან. აბა მომაცვი. და მერე დააცემა. აი ამომიყარე ჩემ ყველაფერი ას ой, აბა მე მგონი ცოტა სხვა გამოვიდა. ხო? არა, რაღაც გამოვა მაინც. ერთი წუთი შუაგულთან ამერია, ხო? მანამდე მე შემიძლია კიდევ გასწავლოთ სხვა ვარიანტიც. სიამოვნები. ანუ ეს წვეტი მე მგონი ეს წვეტი ჩემ ნინო მინდა რომ ეხლა ბოლომდე აითვისოს. აბა, ასე თუ აგერია წვეტი შუაგულთან არის დარდოთ? შემდეგი წვეტი მე იმ შუაგულთან ხო? ესე. ოჩა. სხვა შუაგული. იცი არ მე მგონი ეს ზედმეტად ბევრი რუჯი აქვს და არ უხდება ეს. ხო არა ვაცალ. დაბოლმილი კომენტარი. მე ეგ არის, ხო ეგ არის. ეგ არის. ყოჩა ნინო. ძალიან მარტივი და ძალიან. 2 წუთში მზად. და რაღაცა კიდეო. რაღაც თაკოცხრიკები, აბა თაკოცხრიკების კიდე. ამ შემთხვევაში ავიღოთ. თაკო, მაპატიერა, მე მინდა რომ აი სრულად ქონდეს იმისთვის დრო, რომ სანამ დამაცელებ ახლა მათ შენ რეკლამის მერე კიდე უფრო მარტივად, კიდე უფრო საფუძვლიანად ვისწავლოთ ახალი რაღაცები. კი ბატონო. ახლა ჩვენ მოდი უცბად გავიდეს რეკლამაზე, სანამ დამაცება, ნაპკაცება, ყველაფერი რეკლამის მერე უფრო მეტ დეტალს გაიგებ ჩემს და გადაჭახლა რეკლამას და მიყვანეთ ახლა აქ.
დავბრუნდით ეთერში. გვაჯანჯღალა დრომ მოკლედ რეკლამამ შეგვაჯანჯღალა და ქალბატონათა ყვახლა სანამ შემოგახიეთ ყველაფერი გვასწავლე კიდე განაგრძე ეგ რაღაცა იყო შარფით სწავლება და კარგი, მადლობა ჯიკო. შენ ნუ გადამიწყვეტა მე შენ ნუ გადამიწყვეტ მე რა ვანცა და რასელი პროვოკატორი ავიღოთ დიდი ზომის ნაჭერი ამ შემთხვევაში ეს არ არის შარფი, ეს არის ნაჭერი. სოვილი ავიღოთ რამე კვასაფერი, ხო? რა თქმა უნდა. უკვე ვიცით რომ დავიღოთ 3 მეტრი. კი. ამ შემთხვევაში ხა სწრაფად გავაკეთებ. ეს ანუ უკიდურესი ბოლოები შეკვანძეთ? უბრალოდ ეხლა ეს ძალიან დიდი ზომის არის. კიდე უკვანძავთ მესამე პარტია? კი, ერთმანეთზე გადავკვანძავთ. შემდეგ უკან უკვე შეიძლება ლამაზად გავაკეთოთ ბაფთა. მოდი. სამი ქერი. ერთი წუთით დავასრულოთ, მოდი. მოიცადე, როგორ ქენი შუაში აქედან და აქედან მოუკვანძე, ხო? კი. შუა მონაკვეთი ავიღეთ და ორი კიდე გავკვანძეთ შუაში. ხელის გასაყრელი. ძალიან მარტივი ხერხი. მინა მყავს აქ უკან. მე წავალ შევაჯანჯღალე. ქრისტო მოტრიალდი, ნახე უკან შენ თმებს შევეხები ცოტა. ნახე როგორი სამკუთხედი პირობებში ძალიან მარტივად შეგვიძლია გავაკეთოთ შემოსაცმელები. ეს მგონია რომ სანაპიროზეც მისაღებია, ქუჩაში. ანუ ეს არის ისეთი შემთხვევა, არ ნემსი გვინდა, არც ზაფი, არც საკერავი მანქანა, უბრალოდ დიდი ქსოვილი, სასურველი ფერის და ანუ ამ ქსოვილის ორი დიდი ბოლო ხო აქ? შუაში ვიღებ და ერთ ბოლოს, მეორე ბოლოს აი ეს მიშლის თეთი დღეა დღეს ხელს. მოდი ახლა ავიღებთ თქვათ ვისაც ნაჭერი არ აქვს და შარფი. აქვს. უფრო გასაგები რომ იყოს. მოდი მე დავიჭერ აქეთ ხარეს რომ შუაში რა. დაახლოებით ცენტრი უნდა ავიღოთ. აი ასე. ვაშა, გადავჭერი პრობლემა. გადავკვანძეთ და გადმოყვანეთ. შევაერთეთ. აქ მივიღეთ ორი გასაყრელი ხელის, ნახეთ? სადავა? აი, მანთხარ. მოხალთ იქ? ჩავეტევი მაგაში, მაკვატატაში? ჩავეტევით. აი ეს. აი ასე. ძალამაწებია. ეს პაწაწინა. თუმცა ვისაც არ გვაქვს თქვათ დიდი ქსოვილი, შეგვიძლია შარფითაც გავაკეთოთ კიდევ შემიძლია ერთი თუ გვაქვს კიდე. რა გოგოა ეს თაკო? თაკო ჭანუყვაზე რა გოგო ყოფილა? გვაჯანჯღრავებს ასე მოდის და გასაფულოთ გვაჯანჯღრავებს ისევ მე. ისევ შენ და ეს უკვე ანზე ეს ნამდვილად კარგი იქნება სანაპიროზე. აბა, როგორ აქედანაც არაჩვეულებრივად ჩანს, მე და ჩვენი შემდეგი სტუმარი მეცადინეობთ. უკრიდან წინ წამოვიღეთ ორივე კუთხე გავკვანძეთ. ეხლა პირიქით უნდა გამეკეთებინა, თუმცა მიხვდებით რას. მიდი გააკეთე თუ გინდა რაც უნდა ქნა. არა, მაინტერესებს დავიტანჯე ისე. იმიტომ რომ ეს სანაპიროს ზოლისთვის მილიონერი რამე ვიცით და ეს რაღაცა სხვა არის. აბა რა მოხდა? აი როგორი ეს ბოლოები შეკრა წინს, აი მარტივად. ანუ უმარტივესი. ორი ბოლო წინ შევკარით, უკანა ორი ბოლო წამოვიღეთ და ისევ წინ შევკარით. კი, ძალიან მარტივად. უკანა ხდება ახლა? ბატონო. თაკო, ბრავო, როგორც ყოველთვის. ოჩახ. ძალიან ეხლა საშემოდგომოდ მოიფიქრე რაღაცები, მოდი. საშემოდგომოდ მოიფიქრე რაღაცები და ხო, იცი რა, ველოდებით ისევ. ეს ჭრელა ზაფხულს კი უხდება, მაგრამ საზამთროდაც ექნება რაღაცები. აუცილებლად იქაც ფერები, რა თქმა უნდა, იმაზე შევთავაზეთ, რომ შავი ფერი ეს არის ძალიან ელეგანტური და არ მეგულება ადამიანი, რომელსაც შავი არ უხდებოდეს. ამაზე ორი აზრი არ არსებობს, თუმცა ძალიან მიხარია, რომ ზამთარში შეგვიძლია კარგი ფერებით გავიხარისოთ ეს ფერები პალტოებით უკვე შემოვიდა. ზამთარში შევიყვანოთ ზაფხული. თაკო, ძალიან დიდი მადლობა. ეხლა ჩვენ ცოტა დაგტოვებთ. მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი, იმიტომ რომ თვის შემდეგ ვუყვარვარ. მოდი, ხარ ბიჭო. ვუყვარვარ. არ ვუყვარვარ. გამარჯობა ბატონო დავით. ვუყვარვარ. თქვენს გვერდით მოვა. ახლოს, რომ ყველაფერი კარგად გასარგებლოა.
ჩაი გავაკეთო და პირდაპირ შევჭამო უმას. გვირილავს რომ დაარჩეს რომ ყველას გეპატიჟებით ახლა ამ განყოფილებაში ჩვენი დღევანდელი გამოშვების, იმიტომ რომ სტუმრად ყავს საოცარი ექიმი დავით ვაშაძე, ფიტოთერაპევტი. მისი ბოლო სტუმრობის შემდეგ იყო იმდენი გამოხმაურება და შეკითხვა და განსაკუთრებით ჩვენ გამოვედევნეთ ასე თქვა თქვენ ფრაზას, რომ თქვით რომ მაქვს რაღაც რეცეპტებიო სახში შეთქვეთ თვითონ რომ შეგიძლიათ მოამზადოთ და მოვიტან მარტივ სცენარებს. საკმაოდ მარტივად შეიძლება დაამზადოთ. აბა რეები ახლა ეს რა შეგვიძლია რისთვის ხო შეიძლება გავარკვიო ესენი რეები რა თქმა უნდა ყველაზე მეტად გამოცდილებული გაზაფხული ეს გვიან გაზაფხული იწყება რაც ყველას ქალაქს ახასიათებს ერთად მოსახლეობას ყვავილით ეს ისიამონოს შეიძინოს აიღოს ადამიანის როლამაზე დანარგული მეტად სასარგებლო და შეგვიძლია გამოვაყენოთ მარტივად. აბა რომლები? სახში გარჩეულ ყველამაბათ ნუ კალენდურს ალბათ ყველა ის რომ საქართველოში მოგყვითელა კალენდური არ არის ოცხური სახელი ეს კალენდური ოფიციალური რატნურია ამიტომ კალენდულა ანტისეპტიურია თუ მოვიდა? სახელი ეს არა ძალიან ძლიერი ანტისეპტიკური საშუალება გამოიყენება ძალიან ფართო გამოიყენება როგორც ონკოლოგია სხვათა შორის ესე არა გასანკურნებლად უბრალოდ ზოგადი ფონის შესაქმნელად მე ძალიან ხომ რომ ლიტერატურა შეიძლება არის მითებული და უკვე რომელიღაც სცენარი გამოიყენება ნაკრებში ან ცალკე რაღაც ძიმე დაავადების შემთხვევაში ეს არნიშნავს დაავადების განკურნებას ეს შეიძლება იყოს დამხმარე საშუალება და ისევ და ისევ არ დაიკარგოს დრო და იყოს სწორი მმართველობის მკურნალობის ეს არის გავრცელებული თავქვით გვირილა საქართველოში აკორდი სახეობის გვირილა წარმოადგენს მინდორში ხდება ყველაზე მეტად ხშირად არის დიდფოთლებიანი ესა და წულყვავილიანი არის მესამე წულყვავილი რომელსაც აქ ძალიან ძაფრისუნი რომლის მიღება შინაგან კატეგორიულად არ შეიძლება აი ეს გავრცელებული გვირილა ორი ფარმაკოპიაში სახმარად შეტანილი ეს არის გამოიყენების ჩვენ ვიყენებთ მატრიკარია შაუმირა ლათონის დასახელება ეს არის სააფთიაქო გვირილა ან პედიატრულ როზია ტიფელი გვირილა ამის გავრცელება საქართველოში და მცირე რაოდენობით მოიპოვება არის ხეთ აი გვირილა ყველა შეუძლია გამოიყენოს საკმაოდ მარტივად თქვა გაახმოთ და შეიძლება მაგათ ყველაზე მეტად გავრცელებული რა არის ზამხულისა ზამთრის პერიოდში თუ კი დაასხა დუღარეწყას წენვალია დაუშვათ არ იყოს ფეხის ოფლის სუნი იგლის ოფლის სუნი და არის ანტიმიკრობული სოკოს საწინააღმდეგო და რას უშვებით ახლა გვირილის აბაზარი დაასხა დუღარეწყას ხმელგვირილს და ვიცით რა მეტყვი ღერო არ გვინდა რა მონაკვეთი გვინდა გვირილის ეს ყოველთვის არის გვირილის და ნებისმიერ მცენარეს არის ხომ ერთად არის ყვავილი და მინდება რაც არის არა თავი და თქვა მინდებარე მე ფოთოლი თუ იქნება ეს რასაც გონსახე გეშეგიძლიათ ესეთი პაციენტი მაგრამ გეუბნებათ რომ ძალიან კარგად გამოიყურებით ძალიან კარგად გამოიყენა გვირილა რომელსაც კარგით ისა მოგაცოთ რა უპასუხეთ არა ესე იგი ჩვენ ვიცოდით მეტნაკლებად რომ გვირილას ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეგიძლიათ გააკეთოთ ნაყინი და გააკეთოთ აბაზანა ფეხის ტერფზე თქვა აწუთიანი ეს გარანტია სადაც კვირაზე და მეტი უფრო ესე იგი სუნი უკაცრავ ფეხის მაგრამ გავარასებოს სოკო დაგონულია მომდევს და ხალხებაში კი მხოლოდ გვირილს არათერტონა ანუ გავახმოთ ავასხოთ ატყობული წყალი მე გავასაოთ შეგიძლიათ გამოიყენოთ კოთეგი როგორც ყოველდღიური გამოყენებისთვის წასვლა თქვა ელებში ან ესეთ მოხდა ეს ვინ არის ღიღი ეს კესამე კესამე მართლა ძალიან ყოსაკი ნეზაბუტკა არ გამოიწყო ქართლთან კესამე ნუ არ გამოიყენება თავშევში ხელსაყრელში მოტეხილობის სამკურნალო საერთოდ იხმება და ნებისმიერ მალამ საერთოდ კეთება ყველა ნიშანა იყოს ეს რომელიც არ უნდა იყოს 2 წელი ზეთი და 1 წელი თაფლისანთელი ვაბნობთ ამას ცეცხლზე, ძალიან მაღალ ცეცხლზე არა შერევა და ეს არის სუბსტრატი. რაშიც ყველა ურევს უკვე მე თავის ნიუტრირებას, რომ გასაიდუმლოებული აქვს, გასწორებული აქვს. და ასეთ მალამა შეგვიძლია მომზადოთ, მალამა და შეუძლიათ თქვენი შეხედულების მიხედვით, უკვე შეუძლიათ ხმელი განხوارი კანონული დაფხმელი კესანი. ეს გამოიყენება მოტეხილობის შემთხვევაში. როგორ? ეხა ეს ჩვენ ხო მოტეხილობის ამ შემთხვევაში არ გულისხმობ რა, ეს რაღაც თქვა თუ აი გამოიყენებოდა ეს თქვა რა. კიბილ გამოყუჩებელიცაა თან? მოტეხილობა ხო იცი რა არის არა კიბილ გამოყუჩებელი თუ გინდა რომ მიიღო წამალი მიიღო შინაგანად საფენი რა კიბილი გააყუჩოს ეს ძალიან ისეთი თემა რა როცა სხვა გზა არ არის ამ შემთხვევაში შეიძლება კი ეს ხო კოთესტაი მარტივი რაღაც რეცეპტორა ძველი ქართულია უბრალოდ ყველა ოჯახთან შეუძლია ეცოდეს დამწრობის შემთხვევაში მე აგულისხმობ ისეთ სერვერ დამწრობას როცა ექიმის შერევა აუცილებელი ხო იღებთ ერთი კვერცხის ცილას ურევთ იმდენივე ზეს დაახლოებით თვალსაჩინო და თქვებავთ ნახოთ რომ მიიღებთ რაღაც უცნაურ მასას რომელიც არ გავს აღარ ზეს აღარ ცელა და ეს არის უებარით კიბილ გამოყუჩებული და დამწრობის საწოლო პირველად დახვეწილი ცილა და ზეთი ერთი კიდევ მარტივი აი აურევ ჩანგით ესა მიქსერი და 2 წუთში არის მიღებული მასა ზეთი როგორი იქნება მნიშვნელობა რა აი უცებ აფაზე რომ ხელს დაგწვავ იქ აი ეგეთ რაღაცა კი ეს ძალიან ძლიერია და თავქოთ ძლიერი დამწრობაც რომ იყოს თუ კი ექიმთან მისვლა სჭირდება რაღაც პერიოდი თქვა საათიანი მეტი ეს არის იდეალიზმი თან როგორც ესეთი ანტისეპტიკიც არის ამ შემთხვევაში ნუ ესე იგი დროებით ანტისეპტიკი
კია და თქვენ განაყუჩებენ ძალიან ძლიერ. კაი, ეს არის ულამაზესი ყვავილები. ეს ანუ ღილოა, გავრცელება, ეს რთული შედგენილობების სცენარი არის, გამოიყენება თვალის ოფთალმოლოგიაში, მაგრამ ეს პაციენტ ახლა ტელევიზორიდან ძალიან რთულია თქვა, რომ პაციენტს ამერ მიაღებინო პრეპარატად ესე. ეს გვირილები გავრცელებული, ეს არის ყაზბეგშია გავრცელებული და საქართველოში წულყვავიან გვირილები, ისე გითხრათ, რომელსაც აქ ძალიან მძაფრი მძიმე სუნი იმას ნუ გამოიყენებს. სხვა შემთხვევაში გამოიყენება სოკოვან დაავადებაზე, ოფლისადმი და ფეხის სოკოს საწინააღმდეგოდ. აი ესა ბატონო. ეს არის ეგეთი აკონიტუმი, ქართულად ქვია ტილჭერი, ესეთი სახელი ძალიან ტილჭერი. რაში აკონიტუმი, აკონატურის სახელი, ეს არის ერთ-ერთი ძალიან ესეთი ძლიერ მოქმედი პრეპარატი, გამოიყენება მოტეხილობის შემთხვევაში, მაგრამ ტოქსიკურია ძალიან ძლიერი და ესაც მოტეხილობის, ესე იგი, საფერმალამოებში გამოიყენებოდა საქართველოში, რუსეთში და არავითარ შემთხვევაში. და პირველად ამ შემთხვევაში მიღება არ შეიძლება. ყველაზე მეტად აი დავხოთ აგარაკი ხარ თქვენ თუ კვალაკარეთ ხარ თუ სოფელში ხარ ხო აი გავრცელ უმარტივესი რაღაც ჩვეულებრივი ვაშლის ფოთოლი, ანუბლის ფოთოლი და თქვენ მსხლის არა თქვა ბლის ფოთოლი აი სამი რაღაცა მარტივი ხო თუ დამატებით კიდე ბავშვი თქვა გავთ ესეთი აი ჩვენ ვიძახეთ მას მოცხარი სმაროჯინა და მეორე ხუთკველი კრეჟონი აი ბურთულობს სამწელს ხო თუ კი ამის ფოთლებს მოგრევთ ყველა აი მარტო ან რომელიღაც თუ დაკლე არ არის აუცილებელია სამაგად ხო აი მას დაასხავთ არახს ჭაჭეს არაყი ჩაულებრი არ არის სპირტო თუ მაგარ გრადუსიანი სპირტია უკვე ხსნადში აღარ იხსნება ფიქსირდება და ნაკლები შემცველობა აქვს სასწაული იყო 60-70 და დავასხეთ ამაზე ყველაფერი სპირტი და თვალით როგორ გავზომოთ ეს აი თუ კი ხმელია ხო აი თქვა კილაში მინის კილაში სასწაულად ყოველთვის დაყენება და არასდროს ძეში არა და მთლად გიზეგეთ რაღაცა და არასდროს თენარი არ დააყენოთ ხოლმე თვეზე მეტი მე უკვე ტოქსინი გამოიყო სამი კვირა თუ მე გადაწყვეტ ამას ყო დაახერხდები და ასხა დავქოთ არახსის რაოდენობით თვალზე ტინქტურა კეთებ ესე 1.4-დან 1.5-ზე მოსულ დავქოთ თუ მაგას ნაფხვენი 50 გრამი გავაკეთებ 2 ლიტრნახევარ არახს ვთქვა დავაყენებ ესე მიიღება საკმაოდ მუქი ფერის სითხე შეგვიძლია კალენდულას მაგალითად ცაცხვრის ყვავილი კალენდულა და ფოთოლი ალუბლის ბლის და ვაშლის აი ეს ნაფხვენი თქვით ანუ ნედლი არ უნდა ეს ფოთოლები ნედლი ძალიან ის არ ნედლი არ არის ნედლი მშრალი იმიტომ რომ ნედლიდან გამონაკლებ ძალიან აი დააყენეთ კილაში ამას დაასხავთ რაკი და თავგეზებ მე იწურებ ერთოში ხო ინახება 2-3 წელი ხო ნებისმიერი გრიპის ვირუსის შემთხვევაში მასტოპატიებზე გავხარ ფარისებულზე ზოგადად პროფილაქტიკისათვის არა განსაკუთრებად ხო აი იღებთ ახლა ზოგადი პროფილაქტიკისთვის და არა განსაკუთრებად ეს ანუ და საწყის ფორმაში ძალიან ეფექტურია მასტოპატიებზე წვენონის შედეგად სოციალიზმის ხდებათ პაციენტს აქვს ხომ ესეთი ყოველთვის ჩევილი აი მიიღე წამალი და გამიღიზიან და კუჭი და რაღაცა არ ხომ კიდე კითხვა ეს როგორი გემოქვს ამას ფერნაროცა გემრიელი წამალი ამ არ დედამიწაზე იშვიათია გემატოგენი იყო ამ ბავშვებში ხო ეხლა სხვა შემთხვევაში ჩვენს მოვიწყდება ხომ სხვა მე ხო სხვა ექიმზე ვთქვი რომ საკუჭი ღიზიანდება ნებისმიერ წყალს თუ მიიღე დიდი რაოდენობით სითხით ეს პრობლემა უკვე აღარ არის ხო აი აი დავაყენეთ თუ ეს თქვა დავიღეთ 1.5-იან 1.4-ზე არაყი დავასხეთ თენარებს ნაკლებს დაყენა ნაყენი და ვინახავთ ბოლში მზეში არ ვიქნება ხო ვიღებთ ერთი ჩაის კოს ნაკლებს და ვასხავთ წყალს უკაცრავად დაასხავთ 100 თუ 300 გრამს მე მქონდა იგივე ექნება მაგრამ ცელტრიტა იყოს მაგრამ კუჭს აღარ გვიღიზიან და ამიტომ უზვოდ არ უნდა მის მიღება უზო არ არის აუცილებელი ჭამიდან სასურველია ნებისმიერ დღეში რამდენჯერ უნდა სასურველია 3-ზე დავუხოთ და თქვა თუ ქალბატონები მიიღებენ მესწავლის სპეციალისტი ეს უნივერსალურია ხო შეიძლება ვიღაცისთვის რაღაც უკუჩვენება სიტუაციის დროს სამოძნე თუ არა უკუჩვენა ის ამ შემთხვევაში გათვალისწინებულია ყველაფერი ისე რომ თქვა აი არ არის ძალიან კარგი იმუნომოდულატორი არის იმუნოსტიმულატორია ესე ძველი ქართული მეთოდია კიდევ რაღაცა იღებ ჩვეულებრივ წითელ ღვინოს სასურველი თეთრ ღვინოსაც კეთება დავუხოთ 1 ლიტრი ღვინო და ვადუღებთ ცეცხლი ისე სანამ არ განახევდება მაგრამ თავიდან თუ დავუხოთ 1 ლიტრი ღვინო ხო სასურველია შეუდიო ჩაქარიან თაფლი მის რაოდენობის ნახევარი დუღდება საკმაოდ დიდხანს და სქელა ბარდაკის სქელი მასა გამოდის რომელიც ინახება წლების განმავლობაში ესე აი დავუხოთ დაბანჟავიანობაზე გადატანი გრიპის ვირუსის შემდეგ აუტყოფობის დროს ერთ-ერთ მაღალ გიპერტონიაზე არის სასურველი მაგალითად ხო ვიღებთ ამ სუფრის კურს ვაზავებით წყალში და ვიღებთ ნახავთ რომ ეს არის ბრწყინვალე საშუალება აი ესე თუ ქართულად ხო ჯაზზე მოსაყვანს ეკვა. ფოთოლი, ვაზის ფოთოლი გამოიყენება. უნიკალური საშუალება ვაზის ფოთოლი შეიძლება განკარგი შემოსება მინდოდა. ვაზის ფოთოლი ბუნებრივია, რომელსაც არ იწამლება საერთოდ. უწამლი ჯიში არა, რომელსაც ჩხამქიმკატი არ აქვს ნაკლად ეს ხონი ხო? აგროვებ და ინახავთ, ეს არის იდეალური საშუალება კენჭების თირკმენ კენჭვანის პრევენციის შემთხვევაში. კენჭი განსხვავებული კენჭი შეიძლება იყოს შემოსული თირკმენში ოქსალატი, ურატი, ფოსფატი, შარჯავ, კალიუმის ამონიაკი. თუ არ პულმოების შემთხვევაში, მაგრამ თუ კი ეს არ არის დიდი ზომის კონკრეტული ეს ქვიშა და მარილი მსუბუქად შეუძლიათ ეს მიიღოთ პროფილაქტიკის სახით გაახმოთ ვაზის ფოთლები შეინახოთ თერკლის განმავლობაში და დაახლოებით როგორც დავყოთ აი თქვა აქ უკვე როგორი გათვლა არის თქვა დაფხული ხო თქვა 50 გრამი საერთოდ ნებისმიერ მცენარე მოიხარშოს ნუ 3 ლიტრი წყალში დაახლოებით ან 100 2 ნახევარში
ეს არის განსხვავებული ეფექტი, იგივე იქნება მეტაკლებად გვიანი ან სწრაფი, ყოველ შემთხვევაში ესე თითქმის გასწრაფად ძალიან კარგი. ანუ შარდენია. სუბუქი შარდენია, დიმა შილის მარილებს როგორ რაღაც ესე იგი თქვა და ესე ნებისმიერი ხილი თქვა ეხლა ბოლო პერიოდში მსოფლიოში ძალიან ესეთ აჟიტირებაა რომ არ მიიღო დიდ რაოდენობით ჩაქარი, ეს არის სიკვდილი, არ არის ხო ეს ეგ მაგრამ ძალიან ბევრი პაციენტი მსოფლიოში უკაცრავად ადამიანის განწყობა იწყება მისი ნევრობით ესე ყველაფერი ზებალიათ ნევროლოგს ვიტყოდეს ხო? აი უკვე ფაქტურად მოსახლეობის 100% ჭამს დაშინებული იწყებს საკვების მიღება და უკვე დაძაბული შეჭ და იმაში არის ეს, ამაში უკვე ადამიანი ეს უკვე არ არის ბუნებრივი ჭამის კვების მიღება, იმიტომ რომ ძალიან სულ განწყობს ადამიანს ხო? როცა აი ბავშვობაში არ ვფიქრობდი ჭამდი და შემონთქებ რაღაცა რეფლექსიები ხო? ესე აი ნუშეგაშინებ მიიღეთ ჩვენში შაქარის, მარილის, ცხიმის, ეს არის აუცილებლად მისაღები ნორმირებული ფარგლებში. ზომიერ. საქართველოში ლავს ესეთი სიტყვა საუზმე, სამხარი, სადილი და ვახშამი, ხო? ხო, მაგრამ სუფრაზე რა დაждდება ქართველი კაცი ერთად აქ ყველაფერი. და შეფრთხილება პატრონა არ უშო სანაკრებად. ხო, აი მაგარ გარგაზ გამოსენ და გეტყვი ქართული მეთოდია ზელესე. ადამიანი ხო მონალებრივ ფერმას გამომუშავებს რაღაც რაოდენობას პანკრეასი, თქვა ნაურებოშტი, კუჭისორტოვანი წონი, ხო? თუ ერთჯერად და თარ გადავიტვეთები ძალიან გვეჭდება 20-რად იყვება, მე ვწუნოთ რომ ჭარბი წონა არ არსებობს, არ იქნება გამორიცხული. შეუძლებელია გალტობა და მონელების ფაქტორი იქნება და აი ყველაფერს შევირგებთ ის რომ დიეტა აღარ დაგჭირდება. რაც შეეხება გადაჭარბულ კვებას, ესე ძველი ქართული მეთოდია შემოსენ ძალიან უნიკალური საშუალებას თვალშორის, და მე მეთოდთან როგორ გამოიყენებოდა ვაზის კუხე მტევანი. შეთვალებული მტევანი, რომელიც ცოტა აკლია სიტყვაზე არ აქვს ფერი მიცემული, ეს ძალიან კუხი არა. აი კონსალტ აგვისტოს დასაწყისს ესე. იჭრიდება, იწურება და მიიღებს წვანე წვენს, ვაზის წვენს, რომელსაც ვაბლო მადგა. რომელსაც ერაო და შაქარი. ნუ შაქარი საქართველოს მოპოვება ხდებოდა ნაკლებად საერთოდ და შემოდიოდა აღმოსთან ყანდი იყო ეს რაღაცა და მოიპოვება. და ესა ერევა შაქარი ნახევარი რაოდენობით ამას და დუღდება განახევრებამდე. გამოდის ძალიან სქედა კვაწალახებისებური მასა. აი ეს არის ეგრეთ ნაბახუსებზე უნიკალური საშუალება ეთქოს გახსნა წყალში. იმდენად მალე მოგიხსენ გაუცებული დარჩება და მე შემდეგ მოსახლეობთ ეს არის აი ძალიან ბევრი რა ხდება. როცა შაქართან ერთად იხარშება რამე ნებისმიერი მაგალითად ეს არის კომპოტია თუ ხილი თუ რა C ვიტამინი უკვე აღარ გვხვდება. ამიტომ როცა სახში ამზადებ თქვენ კომპოტს ხო ნებისმიერს ხო? შაქარი არ დავინანოთ. არა. შეიძლება მიეცი თავიდანვე. თავიდან ფისი არ დავკარგოთ. ესე მცირეოდენობით მარილი, როცა ხარშად ბოსტნევოს, ხო? და ამ შემთხვევაში უკვე ესე იგი სცენარი აღარ გამოყოფს ნახარში თავის მინერალებს, რჩება, ხო? ნუ შეგაშინებთ რომ მარილიანში გვიან მოიხარშება და მაგარი იქნება, არა. 10-11 დუღი არაფერს არ შეავს აბსოლუტურად. და ის რეცეპტი გარდა ბახუსისა კიდე რა შველის? თქვენ ამ გამოიყენებოდა უშუალობის შემთხვევაში, როცა ფოლიკულის მწვერვალი ხდებოდა ინტენსიურად საქართველოში. ამოსან ასე მაშინ მიდგომა სხვაგვარი ყვა თუ ნახოთ მაგალითად ქართულ მედიცინას ყვაწიგნის საქმე ხო ნებისმიერ დაავადებას ყოწატყვა რაღაც საკითხებს დიალიზის ბავშვის არ მოუნება უშუალობა ხო საუბრობს 4-5 ექიმი ყველა გამოთქვა თავისას ისეთი მიდგომა გაუწევული რომ ეს არის ბრმატო კუჭის და გულის და უშუალობის თამარი ასე მიდგომა ძალიან დაზუსტებული თავისი საუბრის გენევრების აბსოლუტურად. მე მაინტერესებს წერებთან აი ხა სეზონია რამე ნაყენი ხო არა რა თავილი და არა აი ბავშვებს უკვე ნაკმენცეს იცი არის ეს რაღაცა ესა ყოველ შემთხვევაში თავილის მოსახსნელი ესა სცენარია მეტაკლებად არის ინდივიდუალურად ზოგ შემთხვევაში ალერგიული და საერთოდ ეს ალერგიების საუკუნე ქვია მას ყველა წარმალე რაც კი წარმოება დედამიწაზე ყველა წარმალეს ანოტაციაში ბოლო აბზაცია ალერგიის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ამიტომ ესეთი მედიკამენტი რატომაც ეშინია ძალიან პრედნიზოლონი და დექსამეტაზონი პანიკა ხაიმე დექსა უნდა იყოს ყველა ოჯახში აუცილებლად პროგრამიანი აპოლა ეს ერთი კვირის გავშე უკაცრავად ასლის მოხუცი ნებისმიერ გაუკვირ მდგომარეობაში პირველად დახმარება ექიმის მოსვლამ თუ ეს აუცილებლობა არის ვთქვათ უყვინა კრაზანამ ფუტკარმა გავუსწრდა ტუჩი მის რაღაც ხო თქვენ შეგიძლიათ მისცეთ რავკეთეს გამნემსით ანუ დალივის საკეთას ტაბლეტებზე როგორც პრობლემას არის ეს გეუბნეთ უკიდურეს შემთხვევაში რომ ექიმოა იქამდე სიტუაციის მართვის ესაც აუცილებელი იმიტომ აი დაზღვეული ალერგიისგან არავინ არ ვარ. რაც შეეხება უკვე წერის უკვე ნაკბენს, ხო? ამ შემთხვევაში არა, მაგაში გამოდის საკმაოდ კარგი ესეთი გიოქსიზონი. ანუ არა, სახლურად რო გავაკეთე. არა, ფსილობაზამი, გიოქსიზონი და გასაკები. ფენისტილი. ერთი კითხვა მაქვს, აი თქვენ ძალიან კარგად ცნობთ ალბათ ჩვენს გარემოში მოსაპოვებელ სცენარებს.
არსებობს ისეთი მცენარეები, რომელსაც უნდა ვუფრთხოდეთ და მაქსიმალურად თავი შევიკავოთ მათთან კონტაქტისგან. აი, ხო არსებობს რაღაცა მცენარეები? კი, აი, თქო, ულამაზესი მცენარეები, მაგალითად, ხო ესა გამოიყიდება ჩვენთან მეყოველეებთან, საკმაოდ გავრცელებული ერთ-ერთი მაგალითად, ხო ტოქსიკურია საკმაოდ თუ შევჭამთ იმ შემთხვევაში ეტოქს. ნუ რაღაცა ესეთი თქვა, ახლა დიდი რაოდენობით ბუნებრივი ადამიანს ვერ მიიღო, შეიძლება შემთხვევით დააგდოთ და გააბუება. ქრისტეს სისხლს რო ეძახდით ჩვენ, ეგ ძალიან ესეთი რთული მცენარეა. ეხავდი და გამოდიოდ და რაღაც წვენი. გამოიყენება ონკოლოგიის მონომცენარე, ესე სხვა მცენარეებთან ნაკლებებში მიღება მართებული არ არის. ნედლის სახით ტოქსიკურია. თუ კი შეიძლება მე უკვე ნაკლებად ტოქსიკურია, შეიძლება გამოიყენო ძალიან დოზირებადი სახით. კაკალის უნიკალური საშუალება შეიძლება ასეთი ყველაფერი ფასდება ჩვენი საკვებით თუ მცენარეებთან წამალი. რამდენად ბევრ შეიცავს C ვიტამინს. ეს არის ნივთიერება ყველაზე მეტად სასუცხოს არსებობ თუ შეიძლება კარგი სახის კანი თუ ლებანზე. ლებანზე და მკუხეზე სხვათა შორის რა. ფოთოლზე კითხავს მინდა მე მგონი თუ არა? ფოთოლი და კიდე გამიგე რომ წიფწით რა ქვია აი ეს ტიხარი. საშუალება როგორც იმუნოტომოდულატორი, იმუნომოდულატორი, ეგეც შეიძლება ჭაჭასადაკი დაასხათ, რომ დაამტვრიოთ წინასწარ ეს და გამოიყენება. თორემ ძალიან კარგი ესეთი ასე დამცავი გარეთ ასე შემაშველებელი საშუალება. რა მინდა იცი კითხოთ ბოდიში რა. ეხლა ქრისტინეს უნდა დაკითხო მოვერდიო დასმა და მე ხოლა და მე ვსვა მოდის აგერ ზაფხული და ენტეროვირუსების ბოლო. ასე დროს როგორ შეიძლება რას გვირჩევდი თქვენ? ბავშვები. ენტეროვირუსი თვითონ დავუქვათ თუ კი ენტეროვირუსი ესეთ აჩნია როგორ ჩამოყალიბდება ვირუსი არის ნუ გრიპის ვირუსი ორგანიზმს თქვათ მიიყვეს გამრავლდა და როცა უკვე ჩვენ ვიგრძნობთ რომ ვართ ცუდად უკვე ნიშნავს რომ ის 3-4 დღე შეიძლება ერთი კვირა წინასწარ ინკუბაციო პერიოდი მას უკვე ქონდა და დიდ ორგანიზმში ამის მალე მორჩენა უკვე შეუძლებელია. გავაკეთოთ პროფილაქტიკა განკურნებისათვის და ის რა ხდება როგორ არის რატომღაც უკავშირდება ხოლმე ყოველთვის რომ ინტერვიუს უნდა იყოს დამოკიდებული უკაცრავად ფაღარად ეს არ ხდება. შეიძლება ოჯახ სამქონებაში ნაჩვენებს შეიძლება მაგრამ მაინც იყოს ენტეროვირუსი. თუ ესე იგი სიცხეები აგრძელდება 3 დღეს და 4 დღეზე მეტი ესე და თან არ ახლავს გართულდება ყოველდღიურად უარესი ну მართლა სიტუაცია ამ შემთხვევაში მაინც ჯობია ექიმის კონსულტაცია უკაცრავად თუმცა არსებობს საკმაოდ ბევრი საშუალება პატოდა ერთხელ ალბათ ვიყავი სურდო მქონდა და ჩემო მეგობარმა ყოჩი ვარდას ნაყენი ციკლამენი გადამუშავდება და გამოდის ესეთი წამალი სინოფორტე აპტეკებში არის გამოიყენება გამოტის შემთხვევაში მაგრამ ტოქსიკურია ძალიან და დიდ რაოდენობით მიღება ამას იწვევს ხონსის დაკარგვას ტემპერატურის მატება და საფრთხეს საერთოდ რა დასრულეთ და მე ჭინჭართან დაკავშირებით არ ვილაპარაკია ხო აი ნებთო ოჯახში მაგალითად ხო განაკაჭეჭილება ყველა შეიძლება ქონდეს ხო ჭინჭარი უნიკალური საშუალება შინაგანად მისაღება თუ მაშინ ესე იგი ვთქვათ კოაგულაცია მომატებული მარტივად თქვა პროტრომბინის ინდექსი მაღალია ჭინჭრის მიღება მართებული არ არის უკვე მისუნადეს გამიგია ჭინჭრის ნაწილი ძალიან კარგად მოხდეს ხალხში ჭინჭარი დაცუნებს რამეს აი როგორ არა კი ძალიან კარგად და ადრე ვითი იყო თქოს ალერგიას ჭინჭრიციებას ჭინჭრით ვერ სველოდნენ არ არის ყოველდღიურად თქვენ გადავა ალერგია თქო აი მე იყო ადამიანმა რაღაც ნივთიერება თქვა და ორგანიზმის ვერ აიტანა იმის უცხო ნივთიერება და უკვე გამოიმუშავა ანტიალერგენი და ჩამოყალიბდა ალერგია ხო თქვა ჭინჭრას ზოგ შემთხვევაში ორგანიზმი ამ სიტუაციას თვითონ ერევა ყოველდღე უკეთესია და მონათო ჭინჭარმა განკურნა ეს არ ხდება ამ შემთხვევაში დაჩა რა დოზით ვიღე და შეიძლება ტოქსიკური ესეთი ტოქსინი იყოს ორგანული ან არ ორგანული ესე იყოს თქვა ქიმიური ნივთიერება ან იყოს ბუნებრივი ნაწარმოები ეს რა ხან მაინც ყოფითი ამბების გადამოწმება ჭინჭარ შეგელია დაასხათ ჭინჭარი მრავალძარღვა კრაზანა ფარშმანდუკი ცაცხვის ყვავილი და გვირილებს ნებისმიერ დაასხათ არაყი ისევ ეს ნაკლებად და დააყენოთ ნაყენი ისევ და ეს არის ჭილობების უნიკალური საშუალება დასამუშავებლად ცირკონის საფენდას გაციების დროსაც ხო კი დათქოს სასქემ ყველა მეტად ის მაგრამ ჭილობებზე აი ჩირკონის ჭილობებზე მრავალძარღვას ფოთოს დუღარეს ასხავდა ბებია თუ დააყენოთ აი ჭილობებზე გასასუფთავებლად თქო საფენს წყალი გამოყენება ჩამებრუნდა ერთი ჩაგიბრუნდა ხო მერე მივიღე მრავალძარღვა. მივიღე ხო ვერ დაბლე. თუ დამუშავდა ცხილის თეთრ პრობლემა არ არის მაგის უნდა დამუშავდეს არგი თქვა მოიკოთოს ეს მონაკვეთი რომელიც მუდმივ ქსოვილის დაზიანებას იწვევს და მე სეპტიკი და არაფერ პრობლემა არ არის. რა ხან ყოფითი ამბების გადამოწმება მიდის ზუსტად გუშინ მითხრეს რომ გოგრის თესლიო
უნდა გაატარო, მოუხალა მდგომარეობაში და შემდეგ თაფლში რამე შეაურიო და ბავშვს კოვზითო დაალებინა, ჭიები აღარ გაუჩნდება ბავშვს. აი, ჭია გაჩნდება. აი, ყველას მოხუმრება ხოლმე ჭია არ აყავს მარტო ქართლის დედას და ყველას ყავს ჭიები, ჭიებიანები. გაჭიანები. ინტერნეტში ძალიან შეცვლდება კადრები რაღაც ეს არის კონსტრუქტორი, მაგრამ ხელის გულებიდან ჭიების ეს არის რაღაცა ნუ აი კომედი შოუს თემატიკა აბსოლუტურად რა. ჭიისთვის ადამიანია ცოცხალი ორგანიზმი ეს არის საარსებო დედამიწა სამყაროს ყოველ ციკლში და არ უნდა იყოს დიდი რაოდენობა და ძალიან არ თქო ჭიების კატეგორია პარაზიტების რომელსაც ორგანიზმი ვერ უკრავდება და ძალიან ვერ ტოქსინს გამოყოფს თქვა ახლა ესეთი ფასიოლაზე და სოლიტერზე ხო მაგრამ ბავშვებს უთხრათ რომ აი ჭკვიანი ხელი არ ჩაიდონ მაგას აზრი არ აქვს ყველა ჩაიდეს აზრი არ აქვს ეხლა მაინც რეკლამის რომ მოვიდა მანი ჭიები მომიკითხეთ გოგრის თესლი მოხალულ თესლს აზრი არ აქვს არავითარ და მეორე თუ გოგრის თესლი თუ გინდა თუ აი თავარი აქვს გოგრის თესლს ქონდა თავის გარჩევთ მორჩოლ კანს არ ფსერაშო ჯობე გარჩევთ ხელი აი მწვანი აპკია გადაკეთებული აი ეს მწვანი აპკია შეიძლება კატეხინებს რომელიც კლავს ჭიის პარაზიტს და პარაზიტებას ელოს მას ასე თუ გინდა გამოიყენოთ გოგრის თესლი უნდა გაარჩიოთ ოჯახში და აი ერთ კვირაზე მეტი არ უნდა იყოს ესა რა ოღონდ უმი და არა მოხალო უმი დაგეჭილი კარგად ესე თუ ძესას დააყოლებენ მაგას შენა არა და წერეთლის წვადი რა გემრიელი ბატონო დავით პაციენტის ეს იყო კურიოზი დაუმის ხანძინა კვირაში რომ მიიღო საკვები ხანტრაბოც ჭამე და ვარ ცუდად ახლა მე ხომ ვერ ხანტრაბოცი რა იყო ეს ფიქრობ რომ საერთოდ რომ ნადირობ თქო ცხოველია ფრინველია აღვთო რომ ხანტრაბუცი ქვია გოგრის მოხალულ მარცვალს. ხანტრაბუცი. ბატონო და ძალიან დიდი მადლობა როგორც ყოველთვის სხვილი ხედავ. ძალიან ინფორმატიული ბრძანდებოდით, ბევრი კარგი რამ და სასარგებლო რამ გავიგეთ. და მადლობა ყვავილებისთვის. რომელსაც სხვა დანიშნულებასაც შევძენთ დღის მერე. ჩვენ კი გავდივართ რეკლამაზე და განსხვავებული თემებით დაგემართებით. დავბრუნდით ჩვენს პირდაპირ ეთერში და ჩვენი გადაცემის ამ ნაწილში გვინდა ვისაუბროთ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაზე, რომელიც ხდება პრინციპში ქართულ შოუ-ბიზნესში. ვიტყვი ამ სიტყვას, იმიტომ რომ გუში რადიოში ვუსმენდი ოქროს ტალღის შესახებ მიმოხილვას და 150 სიმღერა ყოფილა 156 წარდგენილი სხვადასხვა ნომინაციებზე. მივხვდი რომ რაღაც ეს პროცესები მიმდინარეობს და ოქროს ტალღამ ყოველწლიურად ძალიან შეუწყო ხელი იმას, რომ ადამიანებმა იმუშაონ და გარკვეულწილად დაელოდონ რაღაცა შედეგს. ამიტომ წარმოგიდგენთ ჩვენს სტუმრებს, იმიტომ რომ უნდა ვისაუბროთ ოქროს ტალღის დაჯილდოებაზე, თათა სადრაძე, რადიო ჰოლდინგ ფორტუნა საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი და მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი. სტეფანე არიან ჩვენთან სტუმრად. სტეფანე შემთხვევით არა, იმიტომ რომ შეგვიძლია ტრიუმფატორი ვუწოდოთ თავისუფლად. ასე ვთქვათ და თათა მოდი რა ხან შევეხეთ ამ 156 სიმღერას, რამდენად დინამიკაში გაიზარდა ეს მაინტერესებს შენგან პირველ რიგში და შენ როგორც ასე ვთქვათ ამ სფეროში მოღვაწე ადამიანი რა პროცესებს აკვირდები თუ გაზარდა мотиваცია? პირველ რიგში დიდი მადლობა რომ დაინტერესდით წლის სიმღერის დაჯილდოებით. უკვე მე-6-ად მართავთ 11 ივნისს ოპერისა და ბალეტის თეატრში. რაც შეეხება აქტივობას, მინდა აღნიშნო რომ ყოველ წელს იმატებს სიმღერების რაოდენობა. შარშან მქონდა 90 სიმღერა, წელს უკვე 156. ეს იმას ნიშნავს ყოველ წელს კიდევ და კიდევ უფრო ცვალებადია ეს მაჩვენებელი. 6 წლის წინ მე მგონი 50 სიმღერა იყო. პირობა რა არის თათა? წლევანდელი შექმნილი უნდა იყოს და შესრულებული. წლის განმავლობაში უნდა დააპრემიერდეს, მაგრამ უნდა დააპრემიეროს აუცილებლად ჩვენს რადიო სადგურებში. ერთ-ერთი სიმღერა, რომელზეც ძალიან ხშირად ვსვამენ კითხვას, ეს არის სკალპტონ ნანის და სტეფანეს ნამუშევარი, ვერ მოხვდა წლევანდელ დაჯილდოებაზე, მაგრამ მომდევნო წელზე გადაინაცვლებს აუცილებლად. ანუ მთავარი პირობა არის ჩვენ გვაქვს 4 რადიო სადგური ფორტუნა პლუსი ავტორადიო არ დაიდარდო 4-ვე განსხვავებული ფორმატის რადიო სადგური. პრემიერდება სიმღერა, შემდეგ რა თქმა უნდა ითხოვენ ამ ნამუშევრებს და ხვდება წლის სიმღერის დაჯილდოებაში. და სულ მეხვეწებით იქასო ჩაწეროს ახალი სიმღერა. ხმის მიცემას რაც შეეხება ეს არის და ქრისტინეს. ახალი სიმღერები უნდა ჩაწეროთ. იანვრიდან ივნისამდე უნდა მოვასწრო და პრემიერება. აუცილებლად უნდა პრემიერება. 1 მარტამდე იყო სიმღერების მიღება. ანუ სავალდებულო პირობა იყო. რატომ? იმიტომ რომ აუცილებლად უნდა გახდეს პოპულარული ეს ნამუშევარი. ანუ იანვრიდან 1 მარტამდე კი ბატონო, რა ხდება? 1 მარტის შემდეგ შემოსული სიმღერები ავტომატურად მომდევნო წლის ოქროს ტალღაში მიიღებენ მონაწილეობას. მაგრამ იქაც არის გარკვეული კრიტერიუმები, ჯერ მინდა ხალხის რჩეულზე
კითხვას პასუხი. Golden Wave წერტილი ჩვენი ოფიციალური ვებგვერდი, რომელზეც ყველა მონაწილის ნამუშევარი ატვირთული და აუცილებლად უნდა მიცეთ ხმა თქვენს რჩეულს. შემდეგ უკვე წლის ხალხის რჩეული გამოვლინდება. აი ამ მეთოდით ხდება ხალხის რჩეულის გამოვლინდება. წლის სიმღერას რაც შეეხება, სწორედ ხვალინდელი დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი. იცი რა არის, ვერ ვიტყოდი. მე წლის მომღერალი ქალი ძალიან მომეწონება ნომინაცია რომღერობა. წლის დებიუტი, წლის ქავერი, წლის მომღერალი მამაკაცი, რომელშიც გამარჯვებულიც აიხლა გვერდს გვიმშვენებს ჩვენ მანდილოსნებს. წლის სიმღერა რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდოა, რადგან ფინანსური პრიზიც არის და ამასთან ერთად პირველ რიგში წოდება ჩემის აზრით, თუმცა ყველა ნომინაცია არის უმნიშვნელოვანესი. წლის სიმღერა კომპოზიტორის არის თუ შემსრულებლის? ეხლა რაშია საქმე? კომპოზიტორის, შემსრულებლის, ტექსტის ავტორისაც, არანჟირების ავტორის და რა ვიცი, ყველას. ხო გვაქვს ნანახი დაჯილდოებაზე რომ გამოდიან უცხოეთში და რომ იწყება მადლობების ხო ფაქტობრივად ეგეთი მომენტი არის. რა ტენდენცია მე მაინტერესებს, იმიტომ რომ უკვე რაღაცა თავისი ისტორია აქვს ოქროს ტალღას, ხო? ვიცით, ქვეყნის სიდიდეც ვიცით, ჩვენი შოუ ბიზნესის ასე ვთქვათ, შემადგენლობაც ვიცით, მაგრამ ახალი სახეები თუ ჩდება, გნებავთ კომპოზიტორების, გნებავთ შემსრულებლების, თუ მაინც ჩვენთვის ყველასთვის ნაცნობ და ძალიან საყვარელ ადამიანებში წლის დებიუტი გვაქვს ჩვენ ესეთი ნომინაცია და ვერ იარსებებდა ელემენტარული წლის დებიუტი, რომ არ იყვნენ ახალი შემსრულებლები. ვერ ვიტყვი რომ ძალიან ბევრი ახალი კომპოზიტორი ყავს, არა, მაგრამ შეძლებს დაგვარად ახალი სიმღერები მაინც შემოდის. სტეფანე, მოდი, შენი გამოცდილებაც მოგვიყევი და აი რატო გამიშვა ეს კითხვა? ეს კითხვა, იმიტომ რომ აი რაღაც ძალიან დემოკრატიულია ამ მხრივ, ხო? მონაწილეობას იღებს სტეფანეც, თავისი აი ამ ძალიან ბევრი წლიანი გამოცდილებით და მისთვის ეს პრესტიჟულია და ასევე დებიუტშიც ნინო ხოშტარია, ასე თქვა. შენი გამოცდილება მოგვიყევი და წელს ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად. წელს ვარ წარდგენილი ორი სიმღერით, ხო? ორი სიმღერით მაგით ვარ, ხო? რომლები? ანუ იენვიდან მარტამდე შენ მოასწარი ორი სიმღერა 2018-ში, ხო? აი შეთამოგები მე ფერბატონა ქავერია. კი ბატონო, აი გოგოები. ანუ 2018-ის სიმღერაც მონაწილეობას იღებს. არა, 2018-ის იღებს, 19-ის არ იღებს მონაწილეობას. ვიხდი 2019-ში წარდება წინა წელს აქტუალური სიმღერა. ხმებს. მეორე არის მე ფერება წვიმა, სხვა შორის არაკომერციული სიმღერაა, როგორ მოხდა. ნუ იცის თიკამ. ხო და ვიცით მამინდა რომ მნიშვნელოვანი არის რა თქმა უნდა შემოსაყვარელი მე შენზე უფროსი ვარ უბრალოდ ხო და ისა რა ქვია რისით მამინდოდა რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის რეალურად ხუმრობის გარეშე ეს კონკურსი ყველასთვის იმიტომ რომ მონაწილეობას ღებულობს როგორც თქვით უკვე ძალიან ახალგაზრდა შემსრულებლები ესეც ის მომენტი არის რომ ერთობლივი კოლაბორაციებია მე მაგალითად ყოველთვის მომხრე ვარ ახალგაზრდა შემსრულებლების იმიტომ რომ მაგალითად უცხოეთის პრაქტიკა იმას გვაჩვენებს რომ ადრე თუ იყო რომ ტელევიზიები მაგალითად კარნახობდნენ რა იყო კარგი რა იყო ტრენდული ვინ იყო პოპულარული და პოპულარულს ხდიდნენ ტელევიზიები დღეს ტელევიზიები იღებენ ინტერნეტიდან იმიტომ რომ დღეს ისეთი დემოკრატია არის მსოფლიოში რომ ხალხი კარნახობს რა არის პოპულარული. აქაც შემოვიდა უკვე ეს ტენდენცია. იმედი მაქვს რომ თქვენ იმაშიც ვქია კონკურსზე შემოვა ეს რომ საზოგადოება ვისაც ირჩევს ან მაგალითად ინტერნეტით ვისაც ძალიან ბევრი ნახვები აქვს მოსმენები აქვს ესეთი ადამიანებისთვისაც ინტეგრაცია ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. პრიზით საკმაოდ სოლიდურია, ვინც სიმღერას იგებს. ყოველ შემთხვევაში ამ თანხით შეუძლია მერე ჩაწეროს სიმღერა, გადაიღოს რაღაც კლიპი. ხო. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი სტიმულია, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი სტიმულია, იმიტომ რომ ისეც არაფერი არ ხდება, ისეც ყველაფერი რაღაცნაირი და ფორტუნა ამას ყოველთვის ძალიან ისეთ გრანდიოზულად აკეთებს ყოველ წელს. შარშანაც ძალიან მაგარი იყო, იმიტომ რომ უკაცრავად გავწევ ლიზა ფიშერი ყავდათ, ჩემი ყველაზე საყვარელი ერთ-ერთი უსაყვარლესი სიმფონიური ორკესტრი და მართლაც გამორჩეული. და მართლაც გამორჩეული იყო. იმედი მაქვს წელსაც ძალიან მაგარი. წელს გვეყოლება მარკ მარტელი, მართლაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია მისი სტუმრობა, რა კუთხით. პირველად, როდესაც გავედით ეთერში გაჟღერდა მრავალჟამიერი სატესტო რეჟიმში და შემდეგ იყო Queen-ის We Are The Champion. და წლევანდელი ოქროს ტალღა Queen Show-თი გვინდა რომ გავხსნათ სპეციალურად
თქმა უნდა ჩვენთვის ემოციური დატვირთვა აქვს ამ ყველაფერს 8 სიმღერას შეგვისრულებს მარკ მარტელი და რა თქმა უნდა იქნება 15-ზე მეტ ნომინაციაში გამოვავლენთ გამარჯვებულებს. კარგი, მოდი შევავლოთ თვალი მას. და ნახოთ რა შეასრულებს. Hello, good people of Georgia. It's Mark Martel, and I'm so excited to come perform for you as a special guest, a tribute to the music of Queen at Golden Wave 2019. A special thanks go to the host of the evening, Radio Holding Fortuna, for inviting me to such a prestigious ceremony, which helps to stimulate the music industry in your fine country. So I will see you there in Tbilisi. შემდეგზე ჩამოიყვანეთ იქ მაგაშენ. რა შეიძლება? კი, ნომინანტებს მე მინდა რომ აღვნიშნო, ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენთვის. პირველ საათზე ჩვენს ჰოლდინგში დასახელდებიან ნომინანტები თითო ნომინაციაში 3 ნომინანტი გამოვლინდება. მეც სულ მოუთმელად ველოდები ხვალინდელ დღეს და ყველა მომღერალს, კომპოზიტორს, ტექსტის ავტორებს, არანჟირების ავტორებს წარმატებას ვუსურვებ. ასევე ჩვენც წარმატებები და 11 ივნისი. 11 ივნისი ოპერისა და ბალეტის. დაველოდებით უკვე გამარჯვებულების გამოვლენას. ჩაგავინაცოთ. რა დავდივარ დღესელი. შვენიერი. წარმატებები. ჩვენ კი ავთოთ დღეს წაგვიყვანს ეგრეთ წოდებულ ყოფილ კოლმეურნეობის მოედანზე, სადაც მიმდინარეობს ძალიან მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები და სადაც რაღაცა დარღვევები აღმოაჩინე. ნორმები არ არის დაცული, სამწუხაროდ ასე არის. თან რაც მთავარია იქ სადაც მშენებლობა მიმდინარეობს ამ ტერიტორიის მიმდებარედ გადავადგილდებით ჩვენ, იმიტომ რომ არის იქ ტროტუარი, გადაადგილდებიან ბავშვები, მოკლედ ჩვენი მოქალაქეები და ისინი სუნთქავენ მტვერს. ჯერ ნახოთ ეს სიუჟეტი და შემდეგ შეგვიძლია რომ ჩვენი შეფასებებიც გვიმოვაყოლოთ. ნახოთ. რამდენიმე დღის წინ ეკა ლალიაშვილმა Facebook-ზე გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც ნაჩვენები იყო თუ როგორ მიმდინარეობს კოლმეურნეობის მოედნის მიმდებარედ სამუშაოები. ტვერი, რომელსაც ახლა თქვენ ალბათ კადრში ხედავთ, მოქალაქეები სუნთქავენ. რა საფრთხე შეიძლება გამოიწვიოს ამ ყველაფერმა? ამის შესახებ ისაუბრებს ეკა ლალიაშვილი. ეკა, მოგესალმებით. სიმართლე რომ გითხრათ, მას შემდეგ რაც ფოტოები გამოაქვეყნეთ, მაინც იმედი მქონდა, როდესაც ჩვენ აქ მოვიდოდით გადაღებაზე, ეს მდგომარეობა არ დაგვხვდებოდა, თუმცა ჩვენ მაინც ხედავთ, რომ ისევ ასე ხდება სამშენებლო სამუშაოები და ჩვენი უსაფრთხოება არ არის დაცული. როგორ აფასებთ ამ ყველაფერს? მოგესალმებით, ძალიან სამწუხაროა, რომ აი დღეების განმავლობაში მიმდინარეობს გასად. კარგია, რომ რეაბილიტაცია ხდება და ეს ამ ქალაქის და ამ ქვეყნის განუყოფელი ნაწილია, უნდა მოხდეს რა თქმა უნდა მშენებლობა, მაგრამ აქ წესები უნდა დავიცვათ უსაფრთხოების და აქ არის ჯანმრთელობასთან პირდაპირ კავშირში. უბრალოდ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც აქ არის რეალურად მაღალი საფრთხის ქვეშ, იმიტომ რომ ის გადაყა იფხვევა, ნახეთ როგორ მოდის და ჩვენ საფრთხის ქვეშ ვართ ამ მომენტში, რომ ამას სუნთქავთ. ეს არის ნაწილაკები, რომელიც პირდაპირ აზიანებს სასოფლო სისტემას, ჩილდებს, სასოფლო გზებს და შეიძლება დღეს დახვალ არაფერი, მაგრამ რაღაც პერიოდის მერე, როდესაც ხანგრძლივად ამას სუნთქავენ ადამიანები, ძიმე დაავადებებით დაზიანდნენ. ამიტომ როგორ გითხრათ, ახლა მოქალაქეებს არ აქვს პროტესტირება და მეყვავილებს, იმიტომ რომ რადგან აწუხებს ძალიან, მაგრამ თითქოს და აი წმენად რომ მათი ხმა არ მივა იქამდე, ამიტომ ვფიქრობ ჩვენი მოვალეობა ხმა მივიტანოთ კომპანიამდე იმ გადაწყვეტილების მიმღებირებამდე, რომლებიც ამას აღკვეცენ. რა თქმა უნდა. არა გვაქვს დავთო რო იცოდეს, კანონი არა გვაქვს ჭირავჭერაზე, რომ ეს იყოს შეცვლილი, მაგრამ ამას საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ რომ ვიცით და საქართველოს ძალიან ბევრი გადაწყვეტილების მიმღები პირი, თუნდაც პარლამენტში, თუნდაც აღმასრულებელ ხელისუფლებაში არიან ისეთები, ვისაც ესმით ამ საკითხის სიმძაფრე.
პარტიას უნდა დაევალოს. თუნდაც სანამ კანონს მივიღებთ, რომ ეს აღიკვეთოს, რაც ეხლა ხდება აქ. ეს მოვალეობა კომპანიის. თვითონ ის ადამიანები, რომლებიც მუშაობენ, ფიქრობ, რომ დაცულები არიან, მათ სპეციალური პირბადეები აქვს, თუმცა აქ არის ტროტუარი, თან საკმაოდ დატვირთული მოძრაობა არის, აქ მოქალაქეები გადაადგილდებიან და მათ არანაირი დამცავი საშუალება არ აქვს, რომ ისინი, ასე ვთქვათ, დაცულები იყვნენ ამ მტვერისგან. რა უნდა გააკეთოს ეკა ამ კომპანიამ, ანუ როგორ უნდა მოხდეს ჩვენი დაცვა ამ ნაწილაკებისგან, რომელზეც ისაუბრეთ? თუ კარგად დააკვირდებით, ეს ადამიანები, რომლებიც თავად იქ მუშაობენ და მათი აქვს მიღაბი, მაგრამ ეს მიღაბი არ არის საკმარისი, რომ ისინი სრულად იქნენ დაცული. ამას სჭირდება უფრო სერიოზული აღჭურვილობა, ჩასაცმელი სპეციალური, იმიტომ ეს ნაწილაკები მათ ტანსაცმელზე, მათ ორგანიზმზე ხდება და ეს მათ სერიოზულად აზიანებს პირველ რიგში. ასევე მათი კოლეგები, ნახეთ, ვინც აქ მუშაობს, ძალიან ახლო ტერიტორიაზე, ისინი ზიანდებიან. აქ აბსოლუტურად არ არის დაცული უსაფრთხოების მუშაობის უსაფრთხოების ნორმები, რასაც ჩვენ ძალიან ხშირად გვსმენია, რომ მუშა გადმოვარდა, დაიღუპა, ეხლა იგივეა, უბრალოდ ის იმ მომენტში სწრაფად იღუპება, ეს არის გრძელვადიან პერსპექტივაში დაღუპვა. ამიტომ ის ადამიანები, ვინც დაკვეთას აძლევს ამ კომპანიას, თავად კომპანიის ხელმძღვანელები უნდა დაინტერესდნენ და აი ეს ვითარება, რომელიც არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში არ ხდება, ეს უნდა აღკვეთოთ ჩვენ. კანონი უსწრაფესად უნდა მივიღოთ და კანონის მიღებამდე, თუნდაც სანამ ეს მიმდინარეობს, უნდა უზრუნველყოთ ის, რომ ეს ადამიანები აქ არ იწამლებოდნენ. მშრალი ხერხით ქვის ჭრა არის დაღუპვა ადამიანების. ყველაზე ძლიერი დამაბინძურებელი ჰაერის ჩვენ აღერთო ვისაუბრი არის ერთი რომ გამონაბოლ და არანაკლებ მნიშვნელოვანი სამშენებლო მასალებისგან გამოწვეული მტვერი და ზუსტად ეს მტვერია, რომელიც PM ნაწილაკების სახით გაიფრქვევა და მარტო ამ უბანს ხო არ აბინძურებს, ეს ხო მიმდებარე ქუჩებზე გადის. ამიტომ მხოლოდ იმის ძახილი, რომ ჩვენი ჰაერი დაბინძურებულია სამშენებლო მასალებიდან, ეს არის რეალობა, რომელიც შეგვიძლია აღკვეთოთ და მოდით ვიმოქმედოთ. რა თქმა უნდა, ეკა დიდი მადლობა. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომ ჩვენი უსაფრთხოება იქნება დაცული. მადლობა. რა კარგია ასეთი მტვრის შემდეგ სუფთა სტუდიაში როგორც სუფთა ჰაერს ვთქვათ, კი, ძალიან. ძალიან მართლა დიდი დისკომფორტი არის ალბათ, მით უმეტეს იმ ადამიანებისთვის, ვინც ცხოვრობს და მუშაობს გარშემო, მაგრამ გამოსავალი რა უნდა იყოს? გამოსავალი ალბათ არის ის, რაზეც ეკა მისაუბრა, რომ კანონი მიიღონ შესაბამისი, რაც იმ კომპანიებს, რომლებიც ესეთ სამუშაოებს აწარმოებენ, აუკრძალავს უბრალოდ მათ მისცემს იმის აუცილებლობას, რომ ჩვენს უსაფრთხოებაზე იზრუნონ, ხო? ანუ ეს უნდა რაღაცნაირად შეიფუთოს გარშემო, ანუ მტვერი ხომ წარმოიქმნება იმიტომ, რომ ხდება რეაბილიტაცია, ხომ მტვერად ხო არ ხდება რეაბილიტაცია. უნდა დაისხოს, მაგრამ ზუსტად არ ვიცი ახლა ეს დეტალები, თუმცა რაღაცა მეთოდოლოგია. ალბათ არსებობს რა თქმა უნდა. ეს რაღაცა მიიღბები. კი, თვითონ უკეთიათ ჩვენ ნახეთ ეს და სიუჟეტშიც აღვნიშნოთ, რომ თვითონ ალბათ დაცულები არიან, იმიტომ რომ მათ აქვთ პირბადეები, თუმცა ნუ გარშემოყოფილი არ არის. პირბადე ხო გაგვის დროს გეკეთოს პირ. ხო. სტატუსის ერთი ამბავი უნდა მოყვე ალბათ მაყურებლების უმრავლესობა მიცის, რომ 9 წლის დაჩიმ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას წერილი გაუგზავნათ, ხოვნით რომ შუქნიშნებზე, ხო, შუქნიშნებზე პატარა კაცუნების ნაცვლად გოგოებიც იყვნენ მიხატული და ალბათ სამართლიანიც არის, ხო, ეს ყველაფერი და ეხლა ვკითხულობდი ზუსტად, რომ გიორგი გახარიას შეხვდა ამ ბიჭს დაჩის და ნახოთ შეიძლება მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რომ დაბალანსებულად იყოს შუქნიშნებზე კაცის და ბიჭების ერთად იყვნენ დახატული? ხო. თავარია შუქნიშნები იყოს სწორად განლაგებული და მართებულად და ეს არის ჩემო გვანცი. არა, გოგოების და ბიჭების მნიშვნელოვანი უფრო ის არის, რომ აი ხა ამას წინათ ჩამოვიდი უცხოეთი და ყველა შუქნიშანი იყო ხმოვანი. შუქნიშანი იყოს ფუნქციონალური არა მარტო ჩვენთვის, არამედ იმ ადამიანებისაც, არამედ ვისაც აქვს ხედველობის პრობლემა. და კაცუნა რა ფერისაც გინდა და რა სქესსაც გინდა ისე ხარ. უნდა აღვნიშნოთ, რომ თბილისის ცენტრალურ უბნებში უკვე დაიწყეს ასეთი ტიპის შუქნიშნების, ხმოვანი შუქნიშნების დაყენება, დამონტაჟება და დიდი იმედი გვაქვს, რომ მთელი თბილისის და მთელი საქართველოს თავარია შენ არ მოდუნდა და იყო მუდმივად ფხიზლად და ყველაფერი გამოვა. მაყურებლების სადარაჯოზე. დიდი მადლობა დავასრულებთ. ხალვა აგიგზავნა საფაკიდე გაჩერება. და ამერიკოსგან გავიგე რომ ხალხონი თევზის დღეა. ვისაც გიყვართ თევზის შემოგვიყვართ. არ კი ამბობია, ჩამახედე კაცო.